თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს ვილაპარაკებთ განათლებაზე. თაკო რაზმაძე ლიტერატურის დამფუძნებელი ჩავწერეთ გამრეკელის სტუდიაში კვირის ბოლოს. პიზადან იუნისეფის ახალ კვლევამდე რა იცვლება განათლების ხარისხში მოსწავლის თუ სტუდენტის დონეზე. განათლებას დავაკავშირებთ კეთილდღეობასთან დღეს ანალიტიკაში. გამრეკელის სტუდიის ინტერვიუების ამ სერიის ინსპირაცია გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის მიერ ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ახალგაზრდების უნარების და კომპეტენციების შესახებ გამოქვეყნებული კვლევა გახდა. კვლევა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა 7 რეგიონის სხვადასხვა ეთნოსის და აკადემიური მოსწრების 155 სტუდენტზე. მე მხოლოდ რამდენიმე მიგნებას შეგიჯამებთ ძალიან მოკლედ. გამოკითხულთა მეოთხედს უჭირს აზრის დალაგებულად გადმოცემა, იყენებს მწირ ლექსიკას, ღელავს, უჭირს წერა, განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობებს. მესამედს უჭირს არგუმენტების მოძებნა, რაც ნიშნავს, რომ არ აქვს დებატების გამოცდილება. მნიშვნელოვან ნაწილს უჭირს ხარტად საუბარი. უშვებენ შეცდომებს, იყენებენ ჟარგონს. 92%-მა თქვა, რომ იცის ინგლისური. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა არ იციან უმაღლესი სასწავლებლად საკმარისი ქართული. გაცილებით უკეთ იციან გარემოს დაცვის საკითხები, უჭერთ ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევა. ერკვევიან ციფრულ ტექნოლოგიებში, მაგრამ სუსტები არიან კიბერუსაფრთხოების მხრივ. ეშინიათ, რომ ტექნოლოგიების გამო ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს სამსახური ტრადიციები, ადამიანური ურთიერთობები. მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ, თუმცა ბევრს აღელვებს გაურკვევლობა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები. არ აქვთ პიროვნული განვითარების გეგმა, ხელი არ მიუწვდებათ არაფორმალურ განათლებაზე. დემოკრატიული ღირებულებები იციან, მაგრამ არც თუ დამაჯერებლად. აღიარებენ, რომ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა, იგივე STEM-ი მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რა კავშირშია ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ან მაგალითად ისეთ დარგებთან, როგორიცაა, ვთქვათ, სოფლის მეურნეობა ან ენერგეტიკა. შევეცდებით თაკო რაზმაძესთან ერთად გავარჩიოთ ეს ძირითადი მიგნებები. ლიტერატო თაკო რაზმაძის საგანმანათლებლო ბიზნესი არის ადგილი, რომლის მიზანიცაა მოზარდები არა მხოლოდ ინტელექტუალურად განვითარდნენ, არამედ პიროვნულადაც ისწავლონ სხვისი აზრის მიღება, მეგობრობა, თანადგომა და სოციუმში ინტეგრაცია. თვითგამოხატვა და კითხვების დასმა აქ, როგორც ვიცი, აუცილებელი პირობაა. ამიტომაც თაკო რაზმაძე პრაქტიკის და გამოცდილების პრიზმაშიც ატარებს იმ ტენდენციებს, რასაც კვლევები გვაჩვენებს. გიტოვებთ გამრეკელის სტუდიის ინტერვიუს თაკო რაზმაძესთან და 4 შაბათამდე გემშვიდობებით. მოდი ესე დავიწყოთ. აუცილებელი არის თუ არა, რომ სწავლის ძირი იყოს მწარე და აუცილებლად კენწეროში გადადგილდეს. გააჩნია როგორ შევხედავთ საკითხს. ზოგადად მე არ ვარ იმის მომხრე, რომ რაიმე იყოს მწარე, იმიტომ რომ პერსპექტივის საკითხია და შესაძლებელია, რომ ძალიან ტკბილადაც ისწავლოს ადამიანმა და არა მარტო ისწავლოს, არამედ ზოგადად იცხოვროს კიდევაც, მაგრამ ნებისყოფის თემა არის მნიშვნელოვანი თემა სწავლაში. შესაბამისად, ნებისყოფის განვითარება გარკვეულწილად რაღაც ტიპის ტანჯვას მოითხოვს. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ეს ტანჯვა იყოს გაუსაძლისი. რაც შეეხება შემეცნების პროცესს, აი შემეცნების პროცესი ნამდვილად შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო. აი დღეს, როცა ვუყურებთ საქართველოში განათლების სისტემას თავისი ინფრასტრუქტურით ყველაფრით, მიმზიდველი არის ეს პროცესი თანამედროვე ახალგაზრდებისთვის. არა, სამწუხაროდ არ არის და ამას ყოველდღიურად ვუყურებ მე თვითონ, იმიტომ რომ მოზარდებთან მაქვს ურთიერთობა და ამას ბევრი მიზეზი აქვს, ბევრი განზომილება აქვს, ამაზე შემეძლია უსასრულოდ ვისაუბრო. რა ვიცი, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, რომელიც თითქოს არის უკეთესი, ვიდრე ვთქვათ, ჩემ დროს იყო, მაგრამ ისევ და ისევ STEM ნაწილში ინფრასტრუქტურა არ არის და ცხადია, რომ მხოლოდ აბსტრაქტულად მაგალითად ისეთი საგნის სწავლა, როგორც არის ბიოლოგია, ან რა ვიცი, ქიმია არ არის მარტივი
და ხელშესახებ ცოდნას ვერ იძლევა, ძალიან აბსტრაქტულია ეს ცოდნა და ვთქვათ, აი ამ ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები ნამდვილად გვაქვს. რაც შეეხება ახლა მეორე ნაწილს, შემეცნებით ნაწილს, სწავლების ნაწილს, აქაც გვაქვს პრობლემები, ცხადია, ეს პრობლემები გარკვეულწილად არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ როგორ სამყაროში ვცხოვრობთ, ხედავთ როგორ არის განვითარებული ხელოვნური ინტელექტი და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ძველდება ის მიდგომები და ის სისტემები, რაც ზოგადად სასკოლო განათლებაში მაგალითად არსებობს და არის. რა თქმა უნდა, მოწინავე ქვეყნები უკეთ ადაპტირდებიან ჩვენთან შედარებით. ჩვენთან აქ გაცილებით დიდი პრობლემა არის, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის სამწუხაროდ პრობლემა არის სისტემური მიდგომებში, სწავლებაში და მით უმეტეს რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება მასწავლებლის როლი კლასში. და მით უფრო დიდი პრობლემაა ეს დღეს, იმიტომ რომ ის მასალა სახელმძღვანელოები, რასაც ვთქვათ, ბავშვები გადიან და სწავლობენ, მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ეხლა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ სახელმძღვანელოებში არის, შესაძლებელია 5 წუთი დახარჯოს ბავშვმა და გაცილებით უფრო მიმზიდველად, ვიზუალურად საინტერესოდ მიიღოს ეს ინფორმაცია, ხო ესეა. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო კავშირი, ხო, კლასში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, მოსწავლეებს შორის და როდესაც ეს არის, რა ვიცი, ვალდებულების მიზნით გაკეთებული, მოძველებული და თქვათ мотиваცია არ არსებობს ბავშვისთვის ცოდნის გადაცემის და ასე შემდეგ, ცხადია ინტერესიც იკლებს, ხო, ბავშვების мотиваციაც იკლებს. ნუ ძალიან ბევრი პრობლემაა ეს რამდენიმე დავასახელე ესე ვთქვათ. ხო, აი უნარები და განათლება, აი აქ რა ხდება და არის თუ არა, ვთქვათ, აი რაღაცა ტიპის გრადაცია, რომელიც იტყოდა მაგალითად, რომ არ ვიცი, რაღაც სასკოლო განვითარების რაღაც ეტაპზე მნიშვნელოვანი არის აი ამ ძირეული უნარების განვითარება, შემდგომ ამაზე დაშენება და დაშენება განათლების. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად განათლება და საგანმანათლებლო სისტემა, განსაკუთრებით აი სასკოლო განათლება, ხო, რაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რა არის მისი ამოცანა, რა არის ის მიზანი, რისთვისაც ის ბავშვს ამზადებს, ხო? განათლებული თაობა, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ განათლებაც რისთვის გვჭირდება საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ ხარისხიანი ცხოვრება გქონდეს, ხომ? ვაკეთოთ საქმე, რომელიც შეგვიძლია, რომელიც გვაინტერესებს, რეალიზებულები ვიყოთ გარემოში, სოციუმში, ამისთვის არის განათლება საჭირო პირველ რიგში და ეს მოითხოვს, რომ განათლების სისტემა იყურებოდეს წინ. იყურებოდეს მომავალში და შეეძლოს ამოიცნოს ის ტენდენციები, რომელიც თქვათ, პირველ კლასში რომ შედის ბავშვი, მე-12 კლასში რა დახვდება. და ჩვენ უკვე ვიცით, ძალიან ცხადია, რომ განათლება თავისთავად მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამ განათლების მიღებისთვის და სამომავლოდაც ძალიან მნიშვნელოვანი არის უნარები. ზოგადად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია ცხადია, მაგრამ განსაკუთრებით ამ გარემოში, რომელშიც ჩვენ უკვე ცხოვრობთ, უნარები იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. აი მაგალითად, არ ვიცი, ჩვენ შეგვიძლია თითის ერთი დაჭერით მივიღოთ ძალიან მრავალმხრივი და ძალიან ზღვა ინფორმაცია, ხო ასე არის, რომელიც არის დამაბნეველი ჩვენი ინტერესის და attention spans, რომ ეძახიან, ანუ ყურადღების ველი ნელ-ნელა იკლებს და ინფორმაცია ნელ-ნელა მატულობს, ხო ესე არის და ამ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეძლოს ადამიანმა ნავიგირება, ასე ვთქვათ, ხო, გზის გაკვლევა და ამას სჭირდება უნარები. პირველ რიგში კრიტიკული აზროვნების უნარი, ასევე ინფორმაციის სწორად დახარისხების უნარი, პრობლემების გადაჭრის ოპტიმალურად და საუკეთესოდ გადაჭრის უნარი, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია კიდევ უფრო და უფრო გაიზრდება, ტექნოლოგიები კიდევ უფრო და უფრო განვითარდება და ადამიანი უნდა ადაპტირდეს. აი ჩვენ როგორ ვადაპტირდებით და ჩვენი მომავალი თაობა როგორ ადაპტირდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხი და აქ გვაქვს ნამდვილად პრობლემა. აი თუ დაკვირვები ხართ თაკო, რომ მიუხედავად იმისა, რაც თქვენ ახლა თქვით, რომ
სოფლიო იცვლება, არ ვიცი, სინათლის სისწრაფით, ხომ, ტექნოლოგიები ვითარდება, სხვადასხვა პროფესიები არსებობს, ხომ, მულტიდისციპლინარული გახდა ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი პროფესია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საქართველოში წლიდან წლამდე რაღაცნაირად ესე რიგიდულად, ხისტად შენარჩუნებული არის მოთხოვნა ისევ აი ამ რაღაც ტრადიციულ პროფესიებზე, ხო, იქნება ეს იურიდიული, იქნება საერთაშორისო ურთიერთობები. ხო, რის სიგნალია ეს და რაზე მიუთითებს თვითონ ეს მოთხოვნა? რომ დამასწარით ელენე, სხვათა შორის ბლოგი დავწერე ზუსტად გუშინ ამ თემაზე, რომ წლიდან წლამდე ჩვენთან არ იცვლება მოთხოვნა, რომ როგორ პროფესიებზე ფინანსისტი, იურისტი და ასე შემდეგ. ხო, ეს რაღაც ტრადიციული პროფესიებია, რომელიც დიდი ალბათობით გაქრება. ხო, უკვე ვიცით ჩვენ ეს, რომ 10-15 წელიწადში შეიძლება საერთოდ არ იყოს, თქვათ, ფინანსისტი საჭირო. რა თქმა უნდა, მართველი და მართვის უნარების მქონე ადამიანები იქნებიან საჭირო, მაგრამ სპეციალისტები ნაკლებად და ყველა ფინანსური მენეჯერი ვერ გახდება, მოგეხსენებათ, ხო ესე არის. შესაბამისად, ხო, ჩვენ არ ვფლობთ ცოდნას და არ ვფლობთ ინფორმაციას დღევანდელი ტენდენციების შესახებ. საზოგადოება და იგივე განათლების სისტემაც ნაკლებად არის ამაში ჩართული. აი მაგალითად, ზუსტად აი ჩამოვთვალე ის პროფესიები, რომელიც 2035 წელს იქნება ძალიან აქტუალური. და უცნაური პროფესიებია, რომ გადახედოთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არც იცის საერთოდ რა ტიპის პროფესია შეიძლება ეს იყოს, როგორც არის მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სპეციალისტი. და ესეთი ტიპის მულტიფუნქციური და მულტიდისციპლინარული პროფესიების ზრდა არის ხდება ეხლა სამყაროში და 2035 წელს საერთოდ ახალი პროფესიები გაჩნდება. ეს შეიძლება იყოს, აი მაგალითად ესეთი პროფესია არსებობს, ვირტუალური თერაპევტი, ვირტუალური რეალობის თერაპევტი, რას აკეთებს რეალურად? ვირტუალური სამყაროში ადამიანის შეყვანის გზით მას მკურნალობს და მის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ძალიან საინტერესო პროცესები მიდის. დღეს უკვე ვიცით, რაც უკვე არის ახალი პროფესიები, როგორც არის მაგალითად ადამიანური ფაქტორი, უკაცრავად, ადამიანური ფაქტორის ინჟინერია. ხო, რომელიც ტექნოლოგიებში ადამიანის ფაქტორს იკვლევს, ძალიან საინტერესო პროფესია, ჩვენთან ესეთი პროფესიები საერთოდ არ არსებობს და როდესაც ვლაპარაკობთ, რომ რაზე მიუთითებს, სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ ინოვაციური არ არის არც საგანმანათლებლო ბაზარი და მომავლისკენ არ იყურება არც საზოგადოება და არც სისტემები, რომელიც იდეაში პასუხისმგებელია. მისი პირველი მოვალეობა ეს არის, რომ თუნდაც აი რაც ვილაპარაკე ცოტა ხნის წინ, ის ტენდენციები რაც იქნება მომავალში ამოიცნოს და მოზარდებს მისცეს ისეთი განათლება, რომელიც იქნება იარაღი, აღჭურვილობა მათთვის, იგივე შრომის ბაზარზე. გასასვლელად და რაღაცნაირად დასასაქმებლად, ხო? ასეთი რაღაცები ჩვენთან სამწუხაროდ არ ხდება. რაღაცებს ვეძახით, აი ტექნოლოგიები, ტექნოლოგიური განვითარება და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ეს არის რაღაცა აპლიკაციების შექმნა, ეს არის რობოტიკსი, ეს ცუდი არ არის, თავისთავად ცხადია. მაგრამ არ არის საკმარისი, ყველა ვერ იქნება პროგრამისტი, ყველა ვერ იქნება, რა ვიცი მე, ინჟინერი, ხო, ამ hardware engineering-ს, რასაც ეძახიან. და ძალიან დიდი მოთხოვნა არის და არსებობს პროფესიები მულტიდისციპლინარული, სადაც იგივე ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია რომ იმუშაოს. ჩვენთან მსგავსი არაფერი არ ხდება. აი შეიძლება თუ არა ვთქვათ რომ აი განათლების სისტემაში ამ მოთხოვნაზე ჩქარა, მაინც თუნდაც ჩვენს ქვეყანაშიც ბიზნესი უფრო სწრაფად ვითარდება და ესეც არის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ის მიზეზი, რატომაც ამხელა გეპირჩება მერე უკვე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ესე ვთქვათ აი ამ უნარიან ახალგაზრდებს შორის კვალიფიციურ კადრებს, რასაც შემდგომ უწოდებს, ესე ვთქვათ, ბიზნესი და რის დეფიციტსაც ხედავს აშკარად.
კი, მანდაც ძირითადად უფრო უნარებზე არის მოთხოვნა, ხო, ესე არის. კი, შეიძლება ბიზნესი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე თქვათ ჩვენ ვამზადებთ მომავალ თაობებს ამ საქმისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უნარებზე არის დაკვეთა და უფრო ითხოვენ უნარიან ადამიანებს, ისეთი გარკვეული უნარების მქონე ადამიანებს, არ ვიცი თქვათ რაღაც სტრესულ სიტუაციაში მულტიტასკინგი, ანუ მრავალმხრივი სამუშაო შესრულების უნარი და ასე შემდეგ. ეს დიპლომი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც არის ხოლმე თუ პრაქტიკაში შევხედავთ ამ საკითხს, უფრო არის ხოლმე რაღაც დამატებითი მინიმუმი. და სხვა მხრივ ძირითადად არის უნარებზე მოთხოვნა, რა ვიცი, საკომუნიკაციო უნარი იქნება, რა ვიცი, სწრაფად ადაპტირების უნარი იქნება, კრეატიული არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარი იქნება თუ კიდევ რაღაც სხვა. სოფლიო ბანკის ერთ-ერთი ბოლო კვლევა იყო, სადაც პირდაპირ იყო ესე ნათქვამი, რომ ასე ვთქვათ, საქართველოში სკოლის მოსწავლეები საშუალოდ დაახლოებით 4 წელიწადს კარგავენ საერთოდ. და ჰაერშია გამოკიდებული ეს 4 წელი. ხო, ან ეთანხმებით ამ ტენდენციას, აი ჩანს თქვენი ბიზნესის შემთხვევაშიც, აი ჩანს ეს. კი ბატონო, აი რა ვიცი, ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია დავასახელო უშუალოდ ჩემი გამოცდილებიდან. მოდის ბავშვი, რომელიც არის, რა ვიცი, მე-19 კლასში, მაგრამ მისი უნარები, წერის მეტყველების, პრეზენტირების, წაკითხulis გააზრების და ასე შემდეგ არის დაახლოებით მე-6 მე-7 კლასის დონეზე. და როგორც კი იწყებ მასთან მუშაობას, ხედავ რომ მას აქვს იმის პოტენციალი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივად შედეგი მოდის ძალიან სწრაფად. თუ იქნები ეფექტური და დაახარჯავ მას დროს და თუ ის მოტივირებული არის, თუ მას დაინტერესებ, მას აქვს ეს პოტენციალი. და გიკვირს, რომ როგორ შეიძლებოდა, რომ ადამიანს ასე შეძლებოდა წერა და როცა მოვიდა, საერთოდ ვერ წერდა. აი მაგალითს ვამბობ, მარტივ მაგალითს. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი ესე კარგად აზროვნებდეს, მაგრამ ესე უჭირდეს რაღაც მარტივი ტექსტის გააზრება. მაგრამ მე ეს იცვლება და იცვლება ძალიან სწრაფად, უმეტეს შემთხვევაში. და ჩვენ ხედავთ იმას, რომ ეს ანუ რეალურად ასე არის კი. იცით, საგაკვეთილო პროცესაც გააჩნია სიტუაციას, თქვათ, რამდენი ბავშვი სწავლობს, არის მაგალითად ჯგუფები ხა 35 კაციან ჯგუფში, თქვათ, ძალიან რთული არის, ხო? როდესაც რაღაც მასწავლებელმა უნდა გამოიკითხოს გაკვეთილი, შეიძლება საერთოდ ბავშვმა ვერაფერი ვერ მიიღოს, თუ არ უსმინა, ხო? თავის თანაკლასელს და ახლა ჩვენ ვიცით, რომ უფროსი ადამიანის შემთხვევაშიც შეგიძლიათ 15 წუთი ძალიან ფოკუსირებულად უსმინო და მერე იფანტება, ხო, ყურადღება და მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში, როდესაც გვაქვს ყურადღების დეფიციტის პრობლემა, ხო, ამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად და ასე შემდეგ, რეალურად გამოდის, რომ არაფერს არ იღებს ბავშვი, ისე მიდის და მოდის, ნუ რა თქმა უნდა, გააჩნია კიდე სხვა ფაქტორებსაც, მარტო ეს რომ არის, ხო, თქვა 14 ბავშვიანი კლასი, მაგრამ მაინც არ არის სწავლება ეფექტური. ნუ აქ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის თვითონ მეთოდიკაც, მნიშვნელოვანი არის მასწავლებელი როგორი მომზადებულია და ეს სისტემურად შესაძლებელია, იმიტომ რომ მასწავლებლობა ზოგადად, რა ვიცი, ვიტყვი ამაზეც, ხო, ერთ-ორ სიტყვას, ძალიან კომპლექსური პროფესია არის, ეს არ არის მარტივი, ხო, იმიტომ რომ ერთია რომ იყო კარგი სპეციალისტი, არ ვიცი, კარგი ისტორიკოსი, მაგრამ მასწავლებლობისთვის ეს არ არის საკმარისი. ამასთან უნდა ახლდეს კარგი უნარები, გადმოცემის, ახსნის, კომუნიკაციის ახსნის. პლუს საკომუნიკაციო უნარები, უნდა იყო კარგი ფსიქოლოგი, გესმოდეს, აი, როდის გაეფანტა ბავშვს ყურადღება, როდის დაინტერესდა, როდის არ დაინტერესდა, რატო იქცევა ასე, როგორც იქცევა, უნდა იყო კარგი მენეჯერი, რომ მართო ის ჯგუფი მოზარდების ბავშვების, რომელთანაც შედიხარ, ძალიან კომპლექსური საქმე არის და ჩვენთან რატომღაც ეხლა მე მგონი ისე აღარ არის, როგორც დავუშვათ 15-20 წლის წინ, მაგრამ ყველას შეეძლო გამხდარიყო პედაგოგი. ხო, ანუ ძალიან ესეთი უგულებელყოფილი პროფესია არის დღემდე და ესე არ არის, ანუ მასწავლებლებს სჭირდება მომზადება. რა თქმა უნდა, ამ 15 წლის განმავლობაში გადამზადდნენ მასწავლებლები, მე არ მინდა ვთქვა, რომ რაღაც ყველა ერთ ქვაბში მოვხარშო, ესე არ არის ცხადია, მაგრამ სწავლებაშიც პრობლემები გვაქვს და ისევ მასწავლებელსაც უნდა ქონდეს мотиваცია. ხო ესეა, უნდა უნდოდეს სწავლის
სწავლება კლასში, უნდა უნდოდეს ცოდნის გადაცემა. თითქოს თაკო ჩვენ მივეჩვიეთ, რომ აი პიზას კვლევა, ვთქვათ, იმ შუალედში, რა შუალედშიც სტარდება, საქართველოსთვის რაღაცა მძიმე შედეგებით უნდა დასრულდეს და მანდაც ესე ვთქვათ, ბევრი საკამათო თემა არის თვითონ ამ პიზას ტესტთან დაკავშირებითაც, მაგრამ შედეგები ფაქტია ის არის, რაც არის. UNICEF-ის ამ ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ესე ვთქვათ, სასკოლო პრობლემები დიდად შორს არც მიდის, ესე ვთქვათ, უკეთესობისკენ, ხო? არის თუ არა ეს, ესე ვთქვათ, სახიფათო ტენდენცია, რასაც ვაკვირდებით. არის, სამწუხაროდ არის და სამწუხაროდ არ გამიკვირვებია ეს შედეგი. ზუსტად ის შედეგები დაჯდა, რასაც პრაქტიკაში ვხედავთ ჩვენ. გააზრების პრობლემა, კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა, დებატების გამოცდილების არ ქონა, არგუმენტირებული მსჯელობის სირთულეები, როდესაც თავიდან ბავშვი მოდის, ეს ძალიან ბუნებრივია ხოლმე, მაგრამ ისევ და ისევ მოზარდში, ანუ ბიოლოგიურადაც ისეთი პროცესები მიდის ტვინში და ასე შემდეგ, ძალიან ნაყოფიერია ეს პერიოდი და ძალიან სწრაფად შეიძლება ამ რაღაცების გამოსწორება. სურვილის შემთხვევაში, ანუ ტრაგედია არ არის, მაგრამ სისტემურად უნდა ხდებოდეს ეს და ხო, სამწუხაროდ ესე არის, რაც აჩვენა კვლევამ, ისიც კი, რომ აი შედარებით უფრო მაღალია ცნობიერება გარემოს დაცვასა და კლიმატის საკითხებზე. ამასაც პრაქტიკაში ვხედავ, იმიტომ რომ თავდაპირველად, როდესაც ბავშვი მოდის ჩვენთან და ვეკითხებით, რომ აი რა თემაზე მოგინდებოდა, რომ გემსჯელა, ან მოხსენება გაგეკეთებინა, პირველი ამბობს აი გარემო და კლიმატის ცვლილებები. ონლაინ ჟურნალი გვაქვს ჩვენ და რა თემაზე გსურს რომ დაწერო კლიმატის ცვლილებაზე. რატო? იმიტომ რომ ამ საკითხზე მოხდა ცნობიერების ამაღლება, ამ საკითხზე სკოლას აქვს გარკვეული ცოდნა და ამ ცოდნას გადასცემს და ამაზე მუშაობენ და ეს ეთყობა კიდევაც. მაგრამ რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორიც არის ვთქვათ, საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან ყურება, არგუმენტირებული მსჯელობა, არგუმენტების მოტანა, საკუთარი აზრის დაფიქსირება, შეხედულების გარჩევა ფაქტისგან და ასე შემდეგ, აი აქ გვაქვს სირთულეები, იმიტომ რომ ამაზე არავინ არ მუშაობს. თქვენ ძალიან ამომწურავად ჩამოთვალეთ, ესე ვთქვათ, ის პრობლემები, რაც ამ კვლევამ გამოკვეთა, რამდენიმე არის და მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება. და ეს რამდენიმე ჩემთვის აჩვენებს ზუსტად იმას, თუ რამდენად შეუძლიათ საბოლოო ჯამში, ესე ვთქვათ, სინთეზი მათ შორის სტუდენტებსაც როგორც გამოჩნდა, ხო, ამ ინფორმაციის რაღაც ცოდნას, რაღაც უნარებს თავისით დახმარებით ასე თუ ისე აგროვებენ, მაგრამ მე რამდენად უკავშირებენ ამ ყველაფერს იმ რეალურ ცხოვრებას, რომელშიც ისინი არიან, ხო? მაგალითად ერთი იყო ასეთი, რომ უჭირთ ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევა. სანამ სკოლა იქნება ინდოქტრინაციის ადგილი და სანამ იარსებებს ერთადერთი მართალი და სწორი აზრი, რომელიც აქვს მასწავლებელს და მორჩა წყალი არ გაუვა, ეს პრობლემა იქნება. ანუ ძალიან კავშირშია ეს ორი რაღაც ერთმანეთთან. ანუ თუ ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა, თუნდაც ეს აზრი იყოს მცდარი და ამის გამო მას დავამონათებთ, ცუდ ნიშანს დაუწერთ და ასე შემდეგ, მას უყალიბდება უპირობო ნდობა ავტორიტეტის მიმართ. და რა არის ამ დროს ბავშვისთვის ავტორიტეტი, ხო? TikTok-ში რომ შედის და ვიღაც TikToker-ი რაღაცას რომ ყვება, ისიც ავტორიტეტია მისთვის, იმიტომ რომ მას ყავს ბევრი მიმდევარი, არის ძალიან პოპულარული და მან რაც უნდა თქვას, მისთვის იქნება ჭეშმარიტება. საიდან მოდის ეს? ეს მოდის სახლიდან, ეს მოდის სკოლიდან, სადაც გაბატონებული არის ავტორიტეტის აზრი, ეს არის ერთადერთი სწორი აზრი და თუ მოზარდმა რაღაც საკუთარი აზრი გამოთქვა, ეს ითვლება, რა ვიცი, უზრდელობად, ენის ტლიკინად და ასე შემდეგ, ხო? ჰუმანიტარულ საგნებში განსაკუთრებით გასაგებია, რომ ეხა მათემატიკაში ვერ იქნება ორი სწორი პასუხი, ხო? თუმცა მოხსნის გზებზე შეიძლება ვიმსჯელოთ. მაგრამ განსაკუთრებით ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
უნდა იყოს კულტივირებული კითხვების დასმა, მსჯელობა, სხვადასხვა პერსპექტივიდან ერთი და იგივე საკითხის შეხედვა, მაგრამ ჩვენთან როგორ არის, ხო, დიდგორის ომი, როგორც მოხდა ეს არის და კითხვების დასმა არ შეიძლება, იმიტომ რომ ამით ჩვენ შეურაცხყოფთ წარსულს. მაგალითს ვამბობ ახლა ელემენტარულს და პირიქით უნდა იყოს იცვლება ეს მიდგომები, ანუ რაღაცნაირად ანუ რაღაც მხრივ თითქოს იცვლება, მაგრამ ეს არის, იცით, დასწავლილია ხშირ შემთხვევაში, ანუ ადამიანი ამას თვითონ კი არ გრძნობს და თვითონ კი არ უყურებს საკითხს სხვადასხვა პერსპექტივიდან, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბავშვებს ეძლევათ რაღაც საკითხზე მრავალმხრივი მსჯელობის საშუალება, თავად სპეციალისტები არიან რაღაც ერთი აზრით მოცული, ერთი რაღაცა მთავარი მეინსტრიმული იდეით მოცული და როდესაც ეს ესე არის, ძალიან რთულია, რომ შენ ხელი შეუწყო თავისუფალი აზროვნების განვითარებას და კითხვების დასმას, მით უმეტეს ჩვენთან ძალიან ბევრი ტაბუირებული თემა არის და აზროვნებას არ უყვარს ტაბუები, ხო? ლაპარაკობ არასწორ შეზღუდვებზე, თორე ზოგადად ტაბუ ხო არსებობს, იარსებობს ყოველთვის. ერკვევიან ციფრულ ტექნოლოგიებში, მაგრამ სუსტები არიან კიბერუსაფრთხოების მხრივ. კი, არა აქვთ ამის გამოცდილება. საერთოდ ეს სფერო ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ მოზარდი არ არის ჯერ კიდევ დასრული, ხო, ცხადი არ არის დამოუკიდებელი პიროვნება და ის მოწყვლადია ასეთი ტიპის საფრთხეების მიმართ და რაც არ უნდა ჩვენ დავეხმაროთ მას, რომ გაიმყაროს მე, ჩამოიყალიბოს კრიტიკული აზროვნება, კიბერუსაფრთხოების საკითხები მაინც არის ისეთი საკითხი, რომელიც გარკვეული ტიპის ზედამხედველობას ჩემი აზრით საჭიროებს. მე აქ არ გულისხმობ იმას, რომ რაღაცა მშობელმა აუკრძალოს კომპიუტერთან მისვლა და ასე შემდეგ. ამას არ გულისხმობ. გულისხმობ დაცვის სისტემებს, გულისხმობ გარკვეულად მათ გათვითცნობიერებას, იმიტომ რომ იგივე არ ვიცი, კიბერ უსაფრთხოება და შეტევა და არ ვიცი რაღაც ბულინგი ან რაღაცა კონტაქტების გაბმა თაღლითთან და ასე შემდეგ ძალიან მარტივად შეიძლება დაემართოს ძალიან ჭკვიან მოზარდსაც კი, იმიტომ რომ ის არის ჯერჯერობით მოზარდი. ამიტომ გარედან დახმარება არ უნდა დავტოვოთ მარტო ამის წინაშე. იცით ალბათ არის არაჩვეულებრივი ფილმი ეს სერიალი Adolescence, ხო ზუსტად მაგაზე არის, ხო რაღაცა გავიფიქრე. ხო ეკრანებთან მიტოვებულ თინეიჯერებზე, ხო? არ უნდა დავტოვოთ ამაში მარტო. აქ არ გულისხმობ მაინდა-მაინც რაღაც შემზღუდავ და ამკრძალავ მექანიზმებს, აქ გულისხმობ ემოციურ კავშირს, ინფორმაციის მიწოდებას, ცნობიერების ამაღლებას, იმიტომ რომ ადამიანს ჩვენ ვერ შევქმნით ესეთ გარემოს, რომ ეს არის იგივე არ ვიცი ინტერნეტ სივრცე, ეს არის ხიფათი ტახსავსე გარემო, სამყარო არის საშიში, ეს არაჯანსაღია, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ მოზარდს, რომ არსებობს გარკვეული საფრთხეები და ვიზრუნოთ კიბერდაცვაზეც, კიბერუსაფრთხოებაზეც, მათი ცნობიერების ამაღლებაზეც და რაც მთავარია დობაზე. ანუ ბავშვს უნდა მიესრულებოდეს უფროსთან, როდესაც რაღაცა მსგავსი ხდება. ხო, სულელები არ არიან, მოზარდებიც ხვდებიან, რომ რაღაც ისე ვერ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ ესირცხვილებად უფროს ადამიანთან ამ თემებზე საუბარი და ელოდებიან იქიდან თავდასხმას და ამიტომ გამამახვილე ყურადღება დობის გაღრმავებაზე მნიშვნელოვან უფროსთან. ეს შეიძლება იყოს მშობელი, შეიძლება დეიდა იყოს სულაც, ან მასწავლებელი, მაგრამ ეს ნდობა უნდა არსებობდეს და ამ ნდობას უნდა აშენება, იმიტომ რომ კი ეს საფრთხეები არსებობს. უსაფრთხო მიჯაჭვულობა, ხო, როგორც ვამბობ ხოლმე. დემოკრატიული ღირებულებები იციან, მაგრამ არც თუ დამაჯერებლად. ხო, საიდან უნდა იცოდნენ დამაჯერებლად, პრაქტიკაში ეს არ უნახავთ ხომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, და ნებისმიერი აბსტრაქტული ცოდნა არ არის ბოლომდე გათავისებული, თუ ეს არ არის ხო ცნობიერებაში გატარებული, პრაქტიკაში გამოხატული და ასე შემდეგ. ძალიან ზედაპირული ცოდნა აქვთ და უჭირთ, მეც მაქვს შეხება, ჩვენც გვაქვს ესეთი მოდული ლიტერატურაში, რომელიც ეხება ზუსტადაც რომ სახელმწიფო მოწყობის სისტემებს და აი, როდესაც ხსნით თუნდაც შეფასებისა და დაბალანსების
გადამოწმებისა და დაფალანსების მექანიზმებს და რა ინსტიტუტები არსებობს. Checks and balances. ხო, ამას ხსნით ხოლმე რა მექანიზმები არსებობს, რა ფუნქცია აქვს იგივე სასამართლოს, მედიას რა ფუნქცია აქვს, არასამთავრობოს და თვითონ ეს როგორ მუშაობს, ხო, მთავრობა, პარლამენტი და ასე შემდეგ. ხშირად იბნევიან, იმიტომ რომ ეს კომპლექსური ინფორმაცია არის და პრაქტიკაში ჭირდება ჩემი აზრით ამას გამყარება. ამისთვის არსებობს სიმულაციები, ანუ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, რა ვიცი, არჩევნებს, ანუ სიმულაციები, რომ პრაქტიკაში დაინახონ რატომ და რას ნიშნავს დემოკრატია, რას უზრუნველყოფს დემოკრატია. არ ვიცი, იგივე არისტოტელეს ნაშრომები იქნება თუ პლატონის ნაშრომები ძალიან საბავშვოდ და მარტივად ვაწოდებთ ხოლმე ზუსტად ამ თემებზე, რატომ არ არის იდეალური, მაგრამ არის საუკეთესო, თქვათ, ფორმა მართლობის, რატომ არის უკეთესი ვიდრე სხვები, რა შეიძლება ამან მოიტანოს და ამიტომ ვახსენებ პრაქტიკა, რომ ამას ულაკეთებთ სიმულაციებით, кейსებით, რეალური ამბებით, რომ თვითონ იფიქრონ ამაზე, თვითონ დაინახონ ის სიკეთე თუ მინუსი, რაც შეიძლება რომ სისტემებს ზოგადად სახელმწიფოს მოწყობის კონდეს და როდესაც ვლაპარაკობ დემოკრატიაზე რატომ ეჩვენებათ კიდევ ძალიან გაყენებულად, რომ გარემოც არ არის ასეთი, ხა თავდაპირველად ვახსენე, დემოკრატია რას უზრუნველყოფს, ხო? რომ შენი პოტენციალი იყოს მაქსიმალურად გახსნილი, შენ დაფასდე შენი შესაძლებლობებით და უნარებით, ეს იყოს ობიექტური, შენი არ ვიცი, შეფასების სისტემა იქნება, შენი წარმატება იქნება, შენი ხმა იყოს მნიშვნელოვანი, თუნდაც არასწორი ხმა, მაგრამ იყოს მნიშვნელოვანი და სად ხედავენ ამას? რომელიმე მათგანს რაც ჩამოვთვალე, სად ხედავენ პრაქტიკაში? არსად არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი, სადაც ეს ბოლომდე ასეა. იშვიათად არის, რომ თქვათ, არ ვიცი, ოჯახში ბავშვის ხმას აქვს ძალა სიტყვაზე, კი როგორ არა, მაგრამ სისტემურად, კომპლექსურად რომ შევხედოთ ამ პრობლემას, არსად არ უნახავთ ეს ბავშვებს და როგორ უნდა იცოდნენ? აღიარებენ, რომ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა, STEM-ი მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ აცნობიერებენ რა კავშირშია ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ან მაგალითად ისეთ დარგებთან, როგორც არის სოფლის მეურნეობა, ან თქვათ ენერგეტიკა. კი, ესე არის ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენთანაც აი ზუსტად მეც ვაწყდები იგივე პრობლემას, რომ ვერ ხედავენ კავშირს მაგალითად აი მარტივ კითხვაზე, რომ აი მათემატიკა რაში გამოგადგება, ხო? ყველას მოსდის თავში, რომ აი ხურდას დავითვლი მაღაზიაში და რამდენი მათგანი რეალურად ატარებს ნახტფულს. ჩვენთან უმეტესობა არა მოზარდების. ხო, ანუ რეალური გამოყენების საშუალებებს თუ რეალური გამოყენების ხერხებს ისინი ვერ ხედავენ, იმიტომ რომ ამაზე არავინ არ ესაუბრება და ეს რთულია ასახსნელად. აი მაგალითად არ ვიცი ჩვენთანაც არის, რომ აი თალესის თეორემა როგორ შეიძლება რომ რეალობაში რატომ მოუნდა ამ ადამიანს რომ ამაზე ეფიქრა. ან თუნდაც პითაგორას თეორემა, ხო? რას იძლევა რეალურ ცხოვრებაში? გაგვიზომია, არ ვიცი რაღაც სიმულაცია მოგვიტანია და ასე შემდეგ, რომ ეს კავშირი დაინახონ, იმიტომ რომ ვერ ხედავენ და ისევ და ისევ 11 წლის ასაკიდან ბავშვი იწყებს აბსტრაქტულად აზროვნებას. და აბსტრაგირების უნარი ზოგადად ინტელექტის მწვერვალი არის, ხო? ანალოგიებით აზროვნება, აბსტრაგირება და ასე შემდეგ. და ცხადია, რომ მოზარდებს ეს უჭირთ, იმიტომ რომ იწყებენ 11 წლის ასაკიდან. ამიტომ არის, რომ STEM-ი არ არის ყველასთვის მარტივი და დასანანი ის არის, რომ ის ბავშვები აღწევენ წარმატებას, რომელთაც ეს აქვთ. ნიჭი აქვთ ამაში და ეს ასე არ უნდა იყოს. ნიჭიერების ამარა მოსწავლე არ უნდა მივატოვოთ. ყველას შეუძლია ღირსეული პროფესიონალი გამოვიდეს ნორმალურად სწავლების პირობებში. STEM-ში არ არის აუცილებელი, რომ რაღაც მაინდა-მაინც უნდერკინდი იყოს ადამიანი და დღეს სამწუხაროდ უმეტესად ბავშვები არიან ნიჭიერების იმედზე მიტოვებულები ყველა სფეროში და ეს ძალიან დასანანია. ხო, აი გადაჭარბება არის, როდესაც ვამბობთ, რომ განათლება არის მათ შორის ძალიან დიდი მნიშვნელობის, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყნის განვითარებაზე, მის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და მის სტაბილურ განვითარებაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი
საფუძველი, საძირკველი არ ეხება მარტო სპეციალიზაციას და პროფესიონალიზმს, სადაც ასევე უზარმაზარი პრობლემა გვაქვს, ხო? მარტო ამას არ ეხება, ანუ ადამიანის საზოგადოებაში არ არის მხოლოდ თავისი საქმე, ხო? არ არის მხოლოდ თავისი სამსახური. და ადამიანს, რა ვიცი, დასვენების უფლებაც აქვს, არისტოტელე ამბობდა, რომ მითხარი, როგორ ისვენებ და გეტყვი, როგორი ადამიანი ხარ. ანუ ამაზე ხო არავინ საუბრობს, აი ელემენტარულად, არ ვიცი, დასვენების უფლება, როგორ ისვენებს ადამიანს საზოგადოებაში, სოციუმში, ჩვენ ხომ კიდევ სხვა როლებიც გვაქვს, ხო? არ ვიცი, მოქალაქეობრივი აქტივიზმი, მაგალითად, აქტივიზმი არ არის აუცილებელი, რომ პოლიტიკური იყოს. შეიძლება უბრალოდ, არ ვიცი, შენი კორპუსი დაალაგო და იყო ამაში ჩართული. ხო? ანუ ბევრი რაღაც ხდება. მარტო ბაზარი, მარტო სამსახური არ არის მნიშვნელოვანი. განათლება, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის წინსვლის საფუძველი, იმიტომ რომ განათლება გაძლევს წესით შენ ცოდნას და უნარებს, რომ მე ეს გამოიყენო, როგორც შენ პირად ცხოვრებაში, საერთოდ დავანებოთ თავის სამსახურს, ხო? ურთიერთობებში, შვილებთან, არ ვიცი, ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან. ანუ ასეთი რაღაცებიც მნიშვნელოვანია და ასეთი რაღაცები განაპირობებს მერე საზოგადოების კეთილდღეობას და ის თემა, საიდანაც დავიწყეთ, ხომ რა თქმა უნდა ძალიან საკვანძოა და გადამწყვეტია ადამიანი როგორ ფუნქციონირებს შრომის ბაზარზე, თავის საქმიანობაში, პროფესიონალიზმი როგორია გნებავთ პოლიტიკური ხრივ თვალსაზრისით, რამდენად გაცნობიერებულია ტენდენციებში, პოლიტიკურ პარტიებში. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან. კი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ მუდმივად როგორც საზოგადოება გვიწევს ასე არის ცხოვრება მოწყობილი, რომ ვახდენთ ერთმანეთზე გავლენას და თავისთავად მე ეს ქმნის გარემოს, ხო ასეა. ამიტომ განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი არა. უმნიშვნელოვანესი. თუმცა განათლება ჩვენ არ უნდა შემოვფარგლოთ ცოდნით, ხო? ბევრი მცოდნე ადამიანი არსებობს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს განათლებას და ამაზე შეიძლება ვისაუბროთ ზოგადად რა შეიძლება იყოს განათლება. კი, ნამდვილად. აქაც თქვათ, აი ეს კვლევაც ხო UNICEF-ის ეს უახლესი კვლევაც პრაქტიკულად გვეუბნება ხომ რატომ შეიძლება რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაგალითად მოწყვლადი იყოს საბოლოო ჯამში იმისკენ რომ მაგალითად გლობალური ომის პარტიის დაიჯეროს ხომ არსებობის დაიჯეროს მაგალითად რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ თქვათ სტარტაპებს თავიანთ განვითარების გზაზე ხო როდესაც თქვათ ეს უნარები ახლა უნდა ისწავლონ ხომ მაგალითად რატომ შეიძლება რომ ესე ვთქვათ აპოლიტიკური იყოს რაღაცნაირი ესეთი დადებითი ტერმინი ხო საზოგადოებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ანუ რამდენად შეუძლია რომ დამატებული ღირებულება შექმნას ადამიანმა რომელიც მიდის პროფესიაში ხო და რაღაც შემატოს თვითონ აი ამ განვითარების ეს ადამიანის ბუნება ყველას უნდა ეს ანუ ადამიანი ამისთვის არის როგორც როგორ ფიქრობთ ვინ გაანალიზებს და ვინ საჭიროა ის გაანალიზებს თუ არა ახლა თუნდაც აი ამ კვლევას და ამ კვლევის შედეგებს და იფიქრებს როგორ შეიძლება ამის პოლიტიკად თარგმნა. იმიტომ რომ ფაქტი არის რომ ეს არის საჭირო და საჭიროა უკვე ძალიან ბევრი წელი. ხო, რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ ანუ პოლიტიკური ნება ვისურვებდი რომ არსებობდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და ეს გაკეთებადი არის. უბრალოდ რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი, რამდენჯერმე გაიჟღერა, ხო, დემოკრატია, ხა ჩვენ საუბარში დემოკრატია სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ დაინტერესება იყოს, მოტივირებული იყოს ის, ვისაც ეს ეხება. წაიყვანოს ქვეყანა წინ, მაგრამ სხვა ტიპის რეჟიმებში და არადემოკრატიულ გარემოში ეს არ არის მმართველი ძალის ინტერესი, ხო? ეს არ ვიცი, არაფერს ახალს არ ვამბობ, რომ საზოგადოება იყოს განათლებული და თვითმყოფადი. რაც უფრო გაუნათლებელი იქნება და რა ვიცი, მითების ქვეშ იქნება საზოგადოება მოქცეული, მით ადვილი არის ასეთი საზოგადოების მართვა. ამიტომ გჭირდება დემოკრატია, ამიტომ არის კარგი დემოკრატიული გარემო, ამიტომ არის ის გარანტია, რომ სწრაფად განვითარდებით, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, სადაც თითოეულ ინდივიდს აქვს თავისი ხმა, ხო, და აქვს თავისი
პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა და ხო, არ ვიცი, მე ძალიან ეხა დღევანდელ გარემოში საერთოდ არ ვიცი რაზე საუბრობთ, რის გაანალიზებაზე, ვიცით რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში. თაკო, აი განათლების სისტემაში მართლა ძალიან ბევრი გრანტი არის ჩასხმული. მოდი თვალი გავუსწოროთ, ესე ვთქვათ, ამ რეალობას, ხომ? რეფორმის სხვადასხვა ტალღები გვახსოვს. იწყებოდა ეს რეფორმები, ბრუნდებოდა უკან, ხელახლა იწყებოდა, სხვა ტრაექტორიას იღებდა. ახლა საერთოდ რა ხდება ამ რეფორმის თან მიმართებით, კიდევ უფრო ბუნდოვანია და ასე შემდეგ. აი, რა კეთდება ფუნდამენტურად არასწორად და რატომ ვერ იდება ეს შედეგი? მე მაინც ესე მგონია, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს დემოკრატიის განვითარებისა და ეხა ისევ ამ სიტყვას მივადექით ამ ცნებას, მაგრამ იცით რა არის ინსტიტუციონალური მეხსიერება მაგალითად, აი სულ ერთი რაღაც რომ ავიღოთ, ხო? არსებობს ამ უწყებებში შეიძლება რაღაცა დონეზე, ქვედა დონეზე ეს არსებობს, მაგრამ ეს არ არიან პოლიტიკური თანამდებობის ადამიანები და მათ ხელში არ არის განგრძობითობის უზრუნველყოფა. ხო? რაღაც გამოცდილებები მათ აქვთ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც მოდის, არ ვიცი, ან ახალი პოლიტიკური ძალა უფრო ახალი პოლიტიკური ლიდერები, ყველა იწყებს ყველაფრის გრევას და თავიდან მშენებლობას, ხო ესეა? და ამ ნანგრევებში ყვება ის გაკეთებულიც, რაც იყო აქამდე. და ამისი პრევენცია რა არის? რამეს ისეც კი არ ვაკეთებთ ჩვენ, რაც სხვას არ გაუკეთები. ადამიანები, ყველგან ადამიანები არიან, ხო? უბრალოდ საჭირო არის სისტემის შექმნა, რომელიც თანმიმდევრულობას და განგრძობითობას უზრუნველყოფს და ეს არ ხდება. ამაში არავინ არის დაინტერესებული. მართლა მე არ მეგულება, არ ვიცი, ისეთი ადამიანი, ახლა ესე არც მახსენდება, ვინც ამას უზრუნველყოფდა. ანუ რა არის აქ სინამდვილეში საჭირო? საჭირო არის თანმიმდევრულობა, განგრძობითობა, პოლიტიკური ნება, რომ მიიღო არაპოპულარული გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ აუცილებლად მისაღებია, ამის გაკეთება არავის არ უნდა, იმიტომ რომ სიპები გახლავთ საჯარო სკოლები და ეს არის პოლიტიკური აქტივი და როგორ იყენებენ ამ პოლიტიკურ აქტივს, თუნდაც მასწავლებლების დონეზე ჩვენ ამას ვხედავთ ყოველ დღე და ყველა ამას იყენებს, ყველა რა, ანუ ეს ძალა იყენებს ამას სათავისოდ. იყენებს პოლიტიკური რაღაც ქულების თუ ხმების მოსაპოვებლად თუ რაღაცა სხვა და ეს ქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას. ანუ ნება პოლიტიკური, რომ შენ მართლა განათლებაზე იზრუნო და განავითარო და შექმნა სისტემა, რომელიც გარკვეულწილად შეინარჩუნებს წინა პერიოდის მონაპოვარს, ესეთი სისტემა არ არის. მე მგონი განათლების სამინისტრო არის ერთ-ერთი მოწინავე განათლების მინისტრების ცვლაში. და ეს ყველაფერი მერე იწვევს აი ამ არეულობას და რა ვიცი, კადრების გადინებას, ცვლილებებს პოლიტიკაში, მიდგომებში და სხვა და სხვა და სხვა. ამას კიდე თან ერთვის რაღაც ნეპოტიზმი, აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ისევ მივადექით იმას, რომ ჩვენ გვჭირდება თავისუფალი დემოკრატიული გარემო, რომელიც პირველ რიგში უზრუნველყოფს აი ამ პრობლემების მოგვარებას. განათლება რა არის? დავსვათო ეს კითხვა თქვენ თქვით და ხო, აი სად იკვეთება განათლება და გამოცდილება ერთმანეთთან და როგორ კვებავს და ასაზრდოებს ერთმანეთს. და მოდი კონკრეტულად ვთქვათ, აი მაგალითად თუნდაც იგივე ვიზა ლიბერალიზაცია დღეს შესაძლებლობა იმისა, რომ წახვიდე და ნახო მსოფლიო. არის თუ არა ეს თვალსაწიერის გაფართოების ნაწილი და არის თუ არა ეს მათ შორის განათლების ნაწილი. ძალიან კარგია გამახსენდა, უბრალოდ ჩვენ ერთ-ერთ წიგნზე გვაქვს სწორედ ეს დებატი, რომ ანუ თეორიული განათლება და ანუ რეალურად აკადემიური განათლება და ამაზე ორიენტირი თუ გამოცდილება, ხო? და ცხადია ხა ხვდებიან მე-6 მე-7 კლასელი ბავშვებიც ხვდებიან, რომ ორივე ერთად, რომ ერთმანეთს ეხმარება, ხო ესეა? არ არის. ხო. კი ბატონო, და თავისთავად ცხადია, რომ პრაქტიკული გამოცდილება დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, იმიტომ რომ ისევ და ისევ სანამ ციფრული ეპოქა არ არსებობდა, ჩვენ შეგვეძლო, რა ვიცი, თეორიული ცოდნის მიღება, წიგნის მეშვეობით, ხო, აი არ ვიცი, ერთმანეთის რაღაც ლექციის მოსმენით, ლექციაზე დასწრებით და ეს ციფრული ტექნოლოგიები უკვე
ადამიანს აჩვევს, რომ პრაქტიკაში ისწავლოს რაღაცები. არ ვიცი, აი ძალიან შეება ისეთი მარტივი და თითქოს ერთი შეხედვით არარელევანტური მაგალითია, მაგრამ ერთი არის, რომ ბავშვს აუხსნა, რომ შენ იცი რა, სწრაფი რეაქცია უნდა კონდეს რაღაცაზე და თეორიულად ეს აუხსნა როგორ გააკეთოს და მეორე არის, რომ ეს ბავშვი ზის კომპიუტერთან და შუტერებს თამაშობს. ხო და ეს უკვე განვითარებულია, იცის ეს როგორ გააკეთოს და ეს ხომ გაცილებით ეფექტურია. მას ეს ნანახი აქვს, გამოცდილი აქვს. ამიტომ პრაქტიკაში მიღებული ცოდნა მე არ მინდა დავაკნინო და ესე არ მინდა გამომივიდეს, თითქოს აკადემიური ცოდნა საჭირო არ არის, მაგრამ ცოდნის მიღების გზები იცვლება და ძალიან სხვადასხვანაირი ხდება. სადაც პრაქტიკაში მიღებულ გამოცდილებას ენიჭება უფრო დიდი მნიშვნელობა ვიდრე ოდესმე. მაგალითად, არ ვიცი, განათლების არსი რა არის, რომ შენ უკვე იცი, არ ვიცი, რომ შტეპსელში არ უნდა შეყო თითი, ხო? მაინცა და მაინც არ უნდა დაგჭირდეს, რომ დაგემართოს დენმა დაგარტყას, რომ ეს გაიგო. გამოცდილებით ყველაფერი არ უნდა ისწავლო, თავისთავად ცხადია, ხო ესეა, მაგრამ თუ შენ ამას აგიხსნიან, შტეპსელის მაგალით შევა არ არის საუკეთესო, მაგრამ გაჩვენებენ აგიხსნიან, გაცილებით მარტივად მიიღებ იმ ცოდნას, რაც თეორიულად მე შემეძლო, არ ვიცი, ელექტრონების მოძრაობით ამეხსნა შენთვის. აი ამის თქმა მინდა. ამიტომ რა თქმა უნდა, აი გამოცდილება, რაც ვიზა ლიბერალიზაციას ახლდა თან, ხომ? თუ ადამიანებს დანახვა უნდათ, დაინახავდნენ რას? ევროპაში იმას, რომ ადამიანებს აქვთ ღირსეული ცხოვრება, რომ ადამიანები არიან თავისუფლად, ყველა საზოგადოებაში აქვს თავისი ადგილი, არსებობს სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების ურთიერთპატივისცემას, ხო? არ ვიცი, აღარ გავაგრძელებ ამ ყბადაღებულ სოციალურ დახმარებებზე და პენსიებზე და ასე შემდეგ. უბრალოდ ზოგადი ფონი, როგორ ცხოვრობენ ხომ იგივე არის ევროკავშირში კეთილდღეობა ხო მხოლოდ ის არ არის რომ ადამიანის მაცივარი არის სავსე მენტალური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ხო ადამიანს უნდა უხაროდეს არ ვიცი საფუნთუშეში დილით რომ შედიხარ და როგორი სახით ხვდება ეს ადამიანი ეს კულტურა არის ჩვენ ესე წარმოგვიდგენია ძალიან ხშირად რომ აი მათ პრობლემები არ აქვთ და ამიტომ არიან გაღიმებულები ასე არ არის ეს არის კულტურის ნაწილი რომ ადამიანს ასე უხეშად თავს არ უნდა დაესხა ხოსა როგორ მოვიდა ეს კულტურა აქვე უნდა ვთქვათ ისიც რომ კი როდესაც ადამიანი არის არ ვიცი მასლოუს პირამიდის პირველ საფეხურზე და ის ფიზიოლოგიურ გადარჩენაზე ზრუნავს არ ეღიმება გასაგებია რაღაცა ტიპის რაღაცა თვალსაზრისით გამდიდრებაც მნიშვნელოვანია განა არა მაგრამ ჩვენ რომ წარმოგვიდგენია რომ ყველაფერი იდეალურად არის, არ არის რა თქმა უნდა იდეალურად და ცხოვრება არ არის იდეალური თავისთავად, მაგრამ ეს არის კულტურის ნაწილი, რომელიც მოაქვს კეთილდღეობას და ამიტომ არის იქ ასეთი თავისუფლება, ხო? ასეთი ღიმილიანი სახეები და ასე შემდეგ. რის დეფიციტს უპასუხეთ ლიტერატურის კრიტიკული აზროვნების. ჩვენ უპასუხეთ კრიტიკული აზროვნების დეფიციტს და ძალიან ბევრს მუშაობთ ამ თემაზე და ეს არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა ან უნარების გადაცემა და უნარების ვთქვათ განვითარება ეს ასევე არის ადამიანის პიროვნული განვითარების მიმართულებით მუშაობა მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით მუშაობა იმ მენტალობის ჩამოყალიბება რომ ინდივიდის აზრით მნიშვნელოვანია როდესაც მით უმეტეს როდესაც ის არის არგუმენტირებული, რომ ექსკლუზიური ჭეშმარიტება ამ სამყაროში ძალიან ცოტა არსებობს და დანარჩენი არის არგუმენტების საკითხი და ძალიან ხშირად გემოვნების საკითხიც არის და ამის გარჩევა მოზარდმა უნდა შეძლოს და შესაბამისად ვაგრძელებთ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას. გვაქვს განახლებული პროგრამა წიგნიერების მიმართულებითაც, კრიტიკული აზროვნების მიმართულებითაც, ინგლისურ ენაზე გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა განახლებული ასევე რომელიც ძალიან მალე გამოცხადდება უკვე სასწავლო წლისთვის მიღება და ვაგრძელებთ ბოზარდებთან მუშაობას, გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და ასეც ვაპირებთ იმედია
ასე შევძლებთ რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. და ბიზნესია ეს, ანუ მომგებიანია. აუცილებლად, კი. ასე ვთქვათ, ღირებულებების და ცოდნის და უნარების გავრცელება შეგვიძლია ეს ვთქვათ. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ იცით რა არის ამ ბიზნესით თავისთავად ცხადია, რომ ვერ გამდიდრდები, ხო? არ არის ამ ბიზნესის ამოცანა არ ვიცი, გამდიდრება, მაგრამ ამ ბიზნესის ამოცანა არის, რომ აღზარდოს სრულფასოვანი პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამდიდრდებიან და გახდებიან ძალიან წარმატებულები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მხრივ, მრავალმხრივ მუშაობთ თითოეულ მოზარდთან. და კი, ბიზნესი უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ მშობელი უნდა იყოს დაინტერესებული. თქვენ ახსენეთ, ამდენი გრანტი დაიხარჯაო, ხო, განათლებაში და რატო არ არის შედეგიანი? იმიტომ არ არის შედეგიანი, რომ მუქთა ფული ხშირად იხარჯება არც თუ ისე ყაირათიანად. და აქ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, როდესაც მშობელი მოდის და ის იხდის საფასურს ბავშვის სწავლაში, ინტერესი არის, ხო მართალია, რომ ბავშვი განვითარდეს, გაიზარდოს, ჩვენ ვეხმარებით, ვეუბნებით ეს მისი დროა, ამ დროში გადახდილია ფული და უფრო შედეგიანიც არის. თუმცა გვაქვს ჩვენ საგრანტო პროგრამაც შეჭირვებული ოჯახებისთვის, მაგრამ ისიც არ არის 100%-იანი. იმიტომ რომ ადამიანი უნდა იყოს დაინტერესებული თვითონ, რომ მიიღოს ცოდნა. მე არ მჯერა, რომ რაიმე არსებობს უფასო. ამ სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი საფასური. და როდესაც რაღაც არის უფასო, ის ძალიან ხშირად ითვლება თავსმოხვეულად და ძალიან ხშირად ხდება უგულებელყოფა. ამიტომ მე მგონია, რომ ეს მოდელი სწორია. მე მგონი კულტურა არის, ასე ვთქვათ, საუკეთესო შესაძლებლობა, რომ შევაჯამოთ თაკო ჩვენი საუბარი მართლაც როგორ იკვეთება ეს კულტურა და განათლების მიმღებლობა მათ შორის, იმიტომ რომ თუ ღია არ ვარ და ესე ვთქვათ მიმღებლობა არ მაქვს, ხო ვერც თქვენ ვერც ოჯახი ვერავინ ვერაფერს ვერ იზამს, ხო? ამიტომ აი ევროპა თუ აღმოსავლეთი, ხო? ანუ ასე თუთთ არც დავაკენებდით ალბათ რამდენიმე წლის წინ საკითხს, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ყველა მიმართულებით აი რაღაცნაირ ჩანაცვლების პოლიტიკას გვახვევენ თავს. მე ვფიქრობ, რომ ეს ცრუ დილემა არის და ხელოვნურად არის შექმნილი და ხელოვნურად არის შექმნილი, იმიტომ რომ ჩვენ უпростоრედ ხელისუფლება, ვისაც ძალაუფლება უყრია ახლა, დამარცხდა, საბოლოო ჯამში ასე გამოვიდა აი ამ დასავლური ღირებულებების განვითარების საქმეში. არ ვიცი შეგნებულ ახლა ამას აღარ გავაგრძელებ შეგნებულად, შეუგნებლად. ეს პროექტი არ გამოუვიდათ, მოდი ესე შევხედოთ. და რაც გამოვიდა, ეს არის არადემოკრატიული სამყარო და კი ჩინეთიც არის, არ ვიცი, სწრაფად მზარდი ეკონომიკა და ძალიან კონკურენტული და აგერ ამერიკას ეპაექრება და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენნაირი ქვეყნები, რომლებიც არ არიან დიდი, არ აქვთ რესურსები, არიან მოწყვლადები და ასე შემდეგ, უფრო დაცულად თავისთავად ცხადია სამართლიან გარემოში იგრძნობენ თავს, ვიდრე რაღაცნაირად ესეთი დრაკონული და არადემოკრატიული და ესეთი ურთიერთობებზე და არასისტემებზე დამყარებული ეკონომიკის პირობებში. ეს სულ მომყავს ეს მაგალითი ელემენტარულად ჩვენ რომ მაღაზიაში შევდივართ და პურს ვყიდულობთ ბარათით, ესეც არის მსოფლიო ქსელის ნაწილი. და ჩვენ ახლა იზოლაცია ამ სამყაროში უკვე აღარ არსებობს. ჩრდილო კორეა თუ არ ხარ, ხო ესეა და ჩვენ ისედაც არ ვართ იზოლირებული და სამყარო ისედაც აღარ არის იზოლირებული, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ მოწინავე სამყაროს ნაწილი, თუნდაც განათლების სისტემაში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა კეთილდღეობა და ჩვენ თუ გვინდა განვითარება, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ მათი გამოცდილება გამოვიყენოთ, რა ტენდენციები ეს პირველებმა გავიგოთ და შემდეგ უკვე ჩვენთანაც დავნერგოთ ეს და ხო, ვიყოთ პროგრესის ნაწილი.